მეგობრებო, მოგესალმებით. მოდით ვნახოთ, რატომ არ გამოდის ჩაფიქრებული ადამიანი კონტაქტზე. რა არის რეალური მიზეზი, ხო? ერთია, რას ვფიქრობთ, მეორე როგორ ვამართლებთ რაღაცებს და ვცდილობთ, რომ არ შევაფასოთ ზედმეტად მკაცრად და გაგებით მოვეკიდოთ, თქვათ ასეთ არასასიამოვნო მომენტს, როგორც არის ლოდინი, როდესაც ელოდებით კონტაქტზე გამოსვლას ადამიანის მხრიდან და კონტაქტი არ დგება. ჩვენ ახლა ვნახავთ რეალურ მიზეზს. ყოველგვარი ვარდისფერი სათვალების გარეშე. რადგან ვიცით, რომ ვარდისფერი სათვალე ზოგადად ძალიან მტკივნეულად ტყდება და ტყდება შიგნიდან. ეს ძალიან არასასიამოვნოა. მოდით ვნახოთ. რეალურად ემთხვევა თქვენი წარმოდგენები ამ თემას თუ არა. და მიზეზი სხვა რამეშია. პირველი ვარიანტი, რატომ არ გამოდის ადამიანი კონტაქტზე, მეორე ვარიანტი, რატომ არ გამოდის კონტაქტზე და მესამე ვარიანტი, რატომ არ გამოდის კონტაქტზე. ესეთი თვალებია თქვენს წინაშე. გავასწორეთ ფოკუსი. პირველი ვარიანტი იქნება ფირუზის ბეჭედი. მეორე ვარიანტი იქნება მთის ბროლის ბეჭედი. და მესამე ვარიანტი იქნება ლაბრადორიდის ბეჭედი. კარგად დააკვირდით აბა სამივე ვარიანტს. დაინახეთ კონკრეტული ადამიანი, ჯერ დახუჭეთ თვალები, მისი სახე დაინახეთ და როდესაც თვალებს გახელთ, თქვენი ბეჭედი მომენტალურად დაგიძახებთ თქვენს საჭირო ვარიანტზე, არა სასურველზე, არამედ საჭირო ვარიანტზე, რაც უნდა მოისმინეთ. რაც უნდა მოისმინოთ ახლა. და მოდით ვნახოთ, რატომ არ გამოდის ჩაფიქრებული ადამიანი კონტაქტზე. პირველი ვარიანტი. ვინც ერჩია ფირუზის ბეჭედი, ვნახოთ, რატომ არ გამოდის ადამიანი კონტაქტზე. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანი ძალიან გადატვირთულია. ბევრ რამეს არის ერთდროულად შეჭიდებული. და საკმაოდ უჭერს. ადამიანი თითქოს დაიკარგა უღრან დღეში. რო გამოვიდეს კონტაქტზე, ვთქვათ, არ უნდა რომ გამოვიდეს ან წუწუნით, ან რაღაცა ნეგატივით. შეიძლება უნდადეს გამოსვლა, მაგრამ ხლა უფრო მეტად საკუთარ თავშია ჩაკეტილი, რადგან ზღვა პასუხისგებლობები აქვს ადამიანს და გარდა პასუხისგებლობებისა და იმ სიმძიმისა, რომელსაც ეს ადამიანი ხლა მიაჩოჩებს, ხო? ადამიანი არის რაღაცა თითქოს ერთი რეალობიდან მეორეში მოხვდა და მისთვის ეს მარტივი არ არის. მისთვის მარტივი არ არის ეს ცვლილება რეალობების, ხო? სადაც უფრო მეტი პასუხისგებლობა, გადალაგება, გადმოლაგება, რატო არ გამოდის ადამიანი კონტაქტზე. ნახეთ, ადამიანი როგორც ასეთი სიცოცხლის ნიშანს მოგცემთ, რომ ესე იგი ცით რა არის ჩვენც ქალებს გვაქვს ხოლმე ხო რაღაცა ჩვენი ოპოპები. შეიძლება არ წავიდეთ პაემანზე, ან არ გავიდეთ კონტაქტზე, იმიტომ რომ რაღაცა ჩვენი ხასიათები გქონდეს, ხო? ჩავთვალოთ, რომ არ გამოვიყურებით კარგად, მაინც და მაინც პაემნის წინა დღეს უზარმაზარი პრიში გამოვიდა პირდაპირ ცხვირზე სიტყვაზე. და ამდენ შეიძლება
როცა იყავი ჩეპირებული შეხვედრას, ამ დროს, აი რაღაც უარი თქვათ და ადამიანმა ვერ გაიგოს ვერასოდეს რატო თქვით უარი, ხო, რეალურად ეწყინოს. მაგრამ თქვენთვის აბსოლუტურად გასაგები არის ეს თუ რატომ თქვით უარი. აი დაახლოებით ესეთი რაღაც არის. ნახეთ, ადამიანი გაძლევთ იმპულსებს, რომ ესე იგი ის თქვენ გათვალიერებთ. სოციალური ქსელები როგორც მინიმუმ არის აქ. ადამიანი გათვალიერებთ, ადამიანი თითქოს რაღაცა პერიოდს და მომენტს ელოდება, როდესაც ყველაფერი დაალაგდება. რაღაცები გადაიჭრება. მისი ფინანსური ამბები. შეიძლება ადამიანი ვერ გამოდის კონტაქტზე, ვერ გპატიჟებთ, ვერ სათხოს სიტყვაზე, ან რაღაცნაირად პაემანზე წაგიყვანოთ რაღაც ხო უნდა გადაიხადოს ადამიანი. ეხლა ეს ძალიან ელემენტარულებზე მაქვს საუბარი, თუმცა აქ ვფიქრობ, რომ ადამიანი ახლა ძალიან დიდ მისთვის ყოველ შემთხვევაში დიდ პროცესებს არის შეჭიდებული. სადაც მისი კარიერა, მისი ფინანსები, მისი ეს საკითხები წყდება ნამდვილად. შესაძლოა შორეც იყოს თქვენ შორის, ესეთი რამეც არის ხო, ანუ ადამიანი სხვა ქალაქში იყოს, თქვენ სხვა ქალაქში იყოთ, ესეც არის ნამდვილად. რეალური მიზეზი რა არის, რომ არ გამოდის კონტაქტზე ეს მაჩვენე. ნახეთ, რეალური მიზეზი არის ორიანების ხმლები, ხო? არ იცის რომ გამოვიდეს რა, უენეთ დაცარიელი ჭურჭელივით არის მამაკაცი, მე ეს თავშიც ვახსენე, ხო, რომ ადამიანი არის ძალიან გადატვირთული. ურესურსოდ არის ახლა მიხვდით ხომ? ურესურსოდ არის. სხვათა შორის ყოველს არ ეხება, მაგრამ შეიძლება იყოს ტელეფონთან არსებული პრობლემებიც. ხო? ადამიანი არის ურესურსოდ, რომ მივწერო, რა მივწერო. მე არ მიჩვენებს აქ, რომ ადამიანს არ აინტერესებთ, ადამიანისთვის სულ ერთი ხართ ან ადამიანისთვის არა. მე ვიტყოდი, რომ ადამიანს ძალიანაც აინტერესებთ, ძალიანაც მნიშვნელოვანი ხართ მისთვის, მაგრამ თითქოს ადამიანი ელოდება, რომ რაღაცა გადაჭრას, გადაწყვიტოს. მისთვის მნიშვნელოვანი. ფაქტიურად თავის ცხოვრების ფორმირებას აკეთებს ახლა, მოდი ასე ვთქვათ, მის ცხოვრებაში ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება, ბევრი პასუხისმგებლობებით და ყველაფერთან ერთად რატომღაც აქვს ის მომენტი, რომ არ ვიცი რა მივწერო. არის ესეთი ადამიანი, ხო, ლაი ბევრ ქალზე ბევრს გეჭორავებენ მთელი ღამე ჭორაობაში, ხო? ეს მამაკაცს უნდა რომ ისედაც და ასედაც ძალიან ისეთი ჩანდეს, ხო? სერიოზული სოციუმში, იმაზე მეტად მაღალი, ვთქვათ, წარმოდგენა შეუქმნას, დიდი წარმოდგენა ადამიანს, ვიდრე შესაძლოა ის იყოს, ხო? ანუ უნდა რომ მის მოწერას რაღაცა აზრი კონდეს, მაგრამ ახლა მისი აზრები მთლიანად არის მომართული, მარტო თქვენ არ გეხებათ, ზოგადად მთლიანად ადამიანის აზრები არის მომართული იმისკენ, რომ რაღაცა ფინალში გაიყვანოს, ხო? შეგრძნება მაქვს, რომ ადამიანი რამოდენიმე რამე შეიძლება იყოს ერთად ხლა მოდებული და არ ყვევდეს, ქმნიდეს, ალაგებდეს და ასე შემდეგ. ადამიანი გამოვა კონტაქტზე. მინიმუმ ნიშანს მაინც მოგცემთ, რომ დაგილაიქებთ, არ ვიცი, დაგიგულებთ და რაღაცნაირად გაგრძნობინებთ, რომ ჩემთვის სულ ერთი არ ხარ. ხო? როგორც მინიმუმ და მაქსიმუმ აცალეთ გამო ადამიანი კონტაქტზე. მეორე ვარიანტი. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი, დიდი სიყვარულით, მეორე ვარიანტი, თქვენთან რატო არ გამოდიან კონტაქტზე? ადამიანი შესაძლებელია ჯანმრთელობის პრობლემებით. არ გრძნობს თავს კარგად, ვირუსების პერიოდია. ადამიანის კრიზისში. ძალიან დიდ კრიზისში. რატო რა არის კრიზისის მიზეზი? მოდი ვნახოთ. რის იმედიც ქონდა არ გამოუვიდა.
ადამიანს რის იმედიც ჰქონდა არ გამოუვიდა და ადამიანი ახლა არის ძალიან უენერგიოდ კრიზისში, იმედი ჰქონდა შესაძლოა რაღაცა გარკვეული გეგმები, თუნდაც ფინანსებთან დაკავშირებით უფრო კარგ შედეგს გამოიღებდა, ან ამას შედეგი საერთოდ არ გამოიღო, ან ბევრი დანახარჯი ჰქონდა ადამიანს, ეგონა რომ უფრო მარტივად ვთქვათ გამოვიდოდა სიტუაციიდან. ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანს ჰქონდა უკეთესი მოლოდინი, მაგრამ ეს მოლოდინი არ დადგა. გასაგებია, რატო არ გამოდიხარ კონტაქტზე მეორე ვარიანტისთვის? არავინ არ უნდა. თითქოს სხვა ადამიანები ცდილობენ, რომ რაღაცნაირად გაამხიარულონ, მაგრამ ადამიანს არაფერი არ უნდა. ადამიანი არც თქვენ არ გახვიდეთ კონტაქტზე, იმიტომ რომ ადამიანი არის აღრენილი. რამისი სიტყვა თქვი? დავიჭირა ჩემი თავი. კახურად რომ ამბობ, ამიტომ არ მისწეროთ არაფერი, იმიტომ რომ ან მინიმუმ დაგაიგნორებთ, მაქსიმუმ დაგაიგნორებთ და რაღაცა ისეც თქვენ არასასიამოვნოს მოგწერთ. რატო არ გამოდიხარ კონტაქტზე? რაღაცა პერიოდი უნდა, რომ აი ამ რაღაცა ნეგატიურმა პერიოდმა გადაიაროს. იმიტომ რომ ეხლა არა მხოლოდ თქვენ არავის დანახვა არ უნდა სამყაროში. ესეთი ინფორმაცია მეორე ვარიანტი თქვენთან. და მესამე ვარიანტი, ლაბრადორიდი თქვენი პიროვნება ჩაფიქრებული რატომ არ გამოდის კონტაქტზე? პენტაკლების დედოფალი. ასეთ დედოფალთან უბრალოდ კონტაქტზე გამოსვლა დიდი ბოდიში, მაგრამ ცოტა. რატომ არ გამოდის კონტაქტზე? ნაწყენია? რატო არ გამოდიხარ კონტაქტზე? რაც უნდა და ვერ მიიღო. რაღაცა სირთულეები შეხვდა წინ. რატო არ გამოდიხარ კონტაქტზე? გეგმები ჩაუფუშეთ, გოგოებო, რაღაცა ისეთი რაღაცა უთხარით, აწენინეთ, არ ვიცი, რაღაცა უხეში პასუხი გაეცით, ისტერიკა მოუწყეთ. ადამიანი ფიქრობს, როგორ მოიქცეს ზოგადად, მაგრამ ძალიან ნაწყენია. ძალიან ნაწყენია, შემიძლია გითხრათ. ადამიანი არის ძალიან ნაწყენი, იმიტომ რომ რაღაც შეიძლება ყოფილიყო სიტყვა ეს ყველას არ ეხება, მაგრამ ულტიმატუმი, რაღაცა პირობა წამოყენებული ან ესე იქნება, ან ისე. ანუ ადამიანს შეუცვალეთ სცენარი, რაც მას ძალიან არ მოეწონა. რატო არ გამოდიხარ კონტაქტზე? გაბრაზებულია და ძალიან გაბრაზებული ხმლები წამოვიდა, ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი ხმლები წამოვიდა. ფიქრობს, რომ რაღაცა ძალიან ისე მოიქეცით. არ ველოდებოდი შენგან ამას, ხო? ან რაღაცა ხარ შეეხმიანოთ შეეცდება, რომ როგორც მაქსიმუმ დაგამციროთ, მინიმუმ დაგაიგნოროთ. ამიტომ მე არ გერჩევდით თქვენი მხრიდან შეხმიანობას, იმიტომ რომ თქვენ უკვე იცით, ხო? თუ კი რაღაცაზე შენიშვნა მიეცით, ან არ ვიცი, რაღაცა პირობა წაუყენეთ, ან რაღაცნაირად უკმაყოფილება გამოხატეთ და დარწმუნებული ამას რაღაცა მიზეზი ექნებოდა, იჭდეს გაბუსხული. მაგარი ნაწყენია მესამე ვარიანტი ადამიანი და მიეცით საშუალება, რომ იჭდეს თავის წყენებში. მიეცით საშუალება, რომ მოინელოს ის ქაქები, რაც ახლა დაუგროვდა თქვენთან მიმართებაში, ეს თქვენი მოსანელებელი არ არის, ის უნდა მოინელოს მან. ხო? ის უნდა მოინელოს მან, გადაწყვიტოს, მიიღოს გადაწყვეტილება პენტაკლების დედოფალთან, ესე ხელსარიელი კოჭლი ვირით ვერ მიხვალ, ხო, როგორც იტყვიან. აი ესეთი ამბებია ჩემო ძვირფასებო. სამივე ვარიანტი გავშალეთ, წარმატებებს გისურვებთ, საუკეთესო სურვილებით, თქვენი ნინო. არ დაგავსოთ ლაიქი, კომენტარი და გამოიწერეთ არხი.